ოკეანეში მცურავი ნავთობის პლატფორმები შექმნილია ყველაზე მძიმე ამინდის პირობების გასაძლებლად. ოკეანის შუაგულში ხმელეთიდან ასობით მილის დაშორებით Ocean Ranger-ის ეკიპაჟი ნდობას ტექნოლოგიასა და ნავთობის პლატფორმის სანდოობას ანდობდა. მაგრამ როცა არასაკმარისი მომზადება, ცუდი დიზაინი და უკიდურესი ამინდის პირობები ერთმანეთს ემთხვევა, ვერც მათი რწმენა გადაარჩენს მათ. Ocean Ranger-ი თვითმავალი, ნახევრად წყალქვეშა, საზღვაო საბურთი პლატფორმა, რომელიც Grand Banks-ის სახელით ცნობილ ტერიტორიაზე მუშაობს. ის ამერიკულ კომპანიას Ocean Drilling and Explorations, ანუ მოკლედ ODECO-ს ეკუთვნის. ის იჯარით აქვს აღებული Mobil Oil Canada-ს, რომელსაც ჰიბერნიას ნავთობის საბადოზე საბურთი უფლებები ეკუთვნის. Mobil Oil Canada ამერიკული კომპანიის Mobil Corporation-ის შვილობილი კომპანიაა. იმ დროს, როდესაც ის აშენდა, ეს იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი ნახევრად წყალქვეშა პლატფორმა. პლატფორმის წონა თითქმის 25,000 ტონაა. ის 386 ფუტი სიგრძისაა, 362 ფუტი სიგანის და 327 ფუტი სიმაღლის, რაც მას 30 სართულიანი შენობის სიმაღლეს უტოლებს. რა თქმა უნდა, როდესაც ის ცურავს, ამ სიმაღლის თითქმის 1/13 წყლის ხაზის ქვეზის ქვემოთაა. ის ცურავს 200 ფუტის სიგრძის პონტონზე, რომლებიც წყლის ხაზის ქვემოთ 80 ფუტის სიღრმეზე მდებარეობს. ამ პონტონებს აქვთ ბალასტური ავზების განყოფილებები, რომლებიც შეიძლება ნაწილობრივ შეივსოს ზღვის წყლით. ეს ხელს უწყობს პლატფორმის სტაბილიზაციას მღელვარე ზღვაში. მას შეუძლია ბურღვა ოკეანის 1500 ფუტის სიღრმეზე. Grand Banks-ი მდებარეობს ჩრდილოეთ ატლანტიკის ოკეანეში, St. John's-ის, Newfoundland-ი, კანადა, აღმოსავლეთით 166 მილის მანძილზე. ის ცნობილია თავისი მდიდარი ნავთობისა და გაზის მარაგებით. ის ასევე ცნობილია თავისი მკაცრი ამინდის პირობებით, განსაკუთრებით ზამთარში. და ოკეანის სიღრმე ამ ტერიტორიაზე მერყეობს 100 ფუტიდან 600 ფუტამდე. 1982 წლის 14 თებერვლის დილით Ocean Ranger-ის ბორტზე მყოფი 84 ეკიპაჟის წევრი იღებს ამინდის პროგნოზს, რომელიც პროგნოზირებს, რომ ძლიერი ზამთრის ქარიშხალი სწრაფად უახლოვდება გროვდება Grand Banks. ქარიშხალი დაკავშირებულია ატლანტიკის დიდ ციკლონთან. ამ წლის პერიოდში რეგიონი ხშირად ექვემდებარება ექსტრემალურ ამინდის მოვლენებს და ვარაუდობენ, რომ მოსალოდნელი ქარიშხალი განსაკუთრებით ძლიერი იქნება. Ocean Ranger-ი შექმნილია იმისთვის, რომ გაუძლოს ასეთ ძლიერ ქარიშხალს. პლატფორმამ ადრე უკვე გაუძლო რთულ პირობებს, რამაც ეკიპაჟსა და ოპერატორებს მის შესაძლებლობებში თავდაჯერებულობა მისცა, რომ ამ ქარიშხალსაც გაუმკლავდნენ. Ocean Ranger-ის ეკიპაჟი იწყებს მზადებას მძიმე ამინდისთვის. სტანდარტული პროცედურები მოიცავს ყველა დაუმაგრებელი აღჭურვილობის დაფიქსირებას, ყველა წყალგაუმტარი კარისა და ილუმინატორის დალუქვის შემოწმებას და პლატფორმის სტაბილურობის უზრუნველყოფას ბალასტის ავზების მართვით. ბალასტის მართვის სისტემა კრიტიკულად მნიშვნელოვანია პლატფორმის სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ის არეგულირებს ბალასტის ავზებში წყლის რაოდენობას, რომლებიც პლატფორმის ქვემოთ მდებარეობს, რაც საშუალებას აძლევს პლატფორმას მოარგოს თავისი ტივტიუნარიანობა და სტაბილურობა ზღვის პირობების შესაბამისად. ქარიშხლისთვის მოსამზადებლად ეკიპაჟი საფუძვლიანად ამოწმებს სისტემას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი იწყებენ ამ აუცილებელი ზომების მიღებას, დაუყოვნებელი შეშფოთების მიზეზი არ არსებობს. მათ იციან, რომ პლატფორმებმა ადრე უკვე გაუძლეს ასეთ ქარიშხლებს. მიუხედავად ამ ქარიშხლის მოსალოდნელი სიმძიმისა, პლატფორმაზე ჩვეულებრივი ოპერაციები გრძელდება. საღამოს დადგომასთან ერთად ქარიშხალი Ocean Ranger-ს აღწევს. ძლიერი ქარები და უზარმაზარი ტალღები Ocean Ranger-ის გიგანტურ ზომასაც კი აჭარბებს. ის შექმნილია იმისთვის, რომ გაუძლოს 100 კვანძამდე ქარს და 110 ფუტის სიმაღლის ტალღებს. მაგრამ ეს ქარიშხალი განსაკუთრებულად ძლიერია და ტალღები პლატფორმის გათვლილი ზღვარსაც კი სცდება. 19:00 საათზე უცაბედი გიგანტური ტალღა ეჯახება ახლომდებარე პლატფორმას, SEDCO 706, რომელსაც ასევე მობილი მართავს. ტალღა აზიანებს გემბანის აღჭურვილობას და წაიღებს სამაშველო ნავს. მიუხედავად ამინდის გაუარესებისა და ზღვის მდგომარეობის გაძნელებისა, Ocean Ranger-ი აგრძელებს საბურხ სამუშაოებს. ეკიპაჟს სჯერა ბურღვის პლატფორმის. და ოფშორული ინდუსტრიის კულტურაა, რომ ოპერაციების შეწყვეტა ყველა ფასად უნდა აიცილო. თუმცა პირობები სულ უფრო რთული ხდება. ეკიპაჟს უწევს პლატფორმის მართვა ქარიშხლიან ამინდში, რათა ყველაფერი გამართულად და უსაფრთხოდ იმუშაოს. ამისთვის საჭიროა პლატფორმის სისტემების მუდმივი მონიტორინგი, განსაკუთრებით ბალასტის საკონტროლო სისტემისა, რომელიც გადამწყვეტია პლატფორმის სტაბილურობის შესანარჩუნებლად მოშფოთებულ ზღვაში. კომუნიკაცია ნაპირთანაც გრძელდება, პლატფორმის მდგომარეობისა და ვითარების ცვლილების შესახებ ანგარიშის მიწოდებით. ოპერაციების გაგრძელების ეს ერთგულება, მიუხედავად ამინდის გაუარესებისა, აჩვენებს, რამდენად ენდობიან ისინი Ocean Ranger-ის დიზაინსა და შესაძლებლობებს, ან იქნებ იმასაც, რომ ეშინიათ შესაძლო სასჯელის, თუ თავიანთ პოსტს მიატოვებენ. 55-დან 65 ფუტამდე ტალღები Ocean Ranger-ს უთხრამს.
ანომალიური ტალღა შუაღამის შემდეგ Ocean Rangers ეჯახება. ეს ანომალიური ტალღა მნიშვნელოვნად დიდია სხვა ტალღებთან შედარებით, რომლებიც უკვე Ocean Rangers მის გათვლილ ზღვარზე ატენებენ. ტალღა ისეთი ძალით ეჯახება, რომ ბალასტის მართვის ოთახში ილუმინატორის მინა იმსხვრება. ეს ოთახი ნერვული ცენტრია, რომელიც პლატფორმის სტაბილურობაზეა პასუხისმგებელი. ილუმინატორი წყლის ზედაპირიდან მხოლოდ 25 ფუტითაა მაღლა. ყოველი მომდევნო ტალღის დროს ზღვის წყალი გატეხილი ილუმინატორიდან ოთახში იღვრება. ეს ოთახი სავსეა ელექტრონული აპარატურით და საკონტროლო პანელებით, რომლებიც ბალასტური ავზების სისტემებს მართავს. როდესაც ზღვის წყალი საკონტროლო ცენტრს ტბორავს, სისტემები თითქმის მაშინვე იწლებს გაუმართავობას. ზღვის წყალი სისტემაში მნიშვნელოვან ელექტრულ მოკლე ჩართვებს იწვევს, რაც ბალასტის საკონტროლო სისტემის ძირითადი კომპონენტების გაუმართავობას იწვევს. 21:00 საათზე სეტგო 706-ის რადიოოპერატორი იღებს რადიოკომუნიკაციას Ocean Ranger-დან, სადაც აღწერენ, რომ Ocean Ranger-ის ბალასტის სისტემის სარქველები თითქოს თავისით იღება და იხურება. ეკიპაჟი ვერ აკონტროლებს პლატფორმის გადახრასა და ტრიმს და ის უფრო და უფრო არასტაბილური ხდება. მაშინ, როცა ეკიპაჟი ცდილობს ბალასტის ხელით კონტროლს, შტორმი ძლიერდება და უფრო მეტი ზღვის წყალი ჩაედინება საკონტროლო ცენტრში. ბალასტის ავზების სათანადოდ კონტროლის შესაძლებლობის გარეშე, პლატფორმა იწყებს გადახრას ან წინა მხარისკენ დახრას. ეს ნიშნავს, რომ როდესაც პლატფორმა მიემართება მომავალი ტალღებისკენ, მისი ცხვირი უფრო დაბლა ეშვება თითოეულ მომდევნო ტალღაში, რაც მას კიდევ უფრო ღრმად აწვება წყალში, ვიდრე ტალში, ვიდრე ტალღებზე ამოწევა და გადალახვა. წყალი იწყებს წინა ჯაჭვების სათავსოების დატბორვას კუთხის საყრდენ სვეტებში. ბალასტის კონტროლის ოპერირების ეკიპაჟს რამდენიმე ნაკლი აქვს. წყალი ანადგურებს ავტომატურ საკონტროლო სისტემას, მაგრამ მათ არ აქვთ შესაბამისი მომზადება, რომ იცოდნენ, როგორ მართონ სისტემა ხელით. მათ არც კი აქვთ სახელმძღვანელო, რომ ნახონ, როგორ გამორთონ ავტომატური სისტემა და ხელით მართონ იგი. ეს შეიძლება არც იყოს მნიშვნელოვანი. როდესაც ცხვირი იწევს წყალში, ეს იწვევს კიჩოს უფრო მაღლა ამოწევას წყლიდან. ბალასტის საკონტროლო ტუმბოები ხომალდის კიჩოშია განთავსებული. როდესაც ცხვირი იძირება და კიჩო იწევა, ბალასტის ტუმბოებს არ აქვთ საკმარისი ძალა, რომ წყალი ასეთი გრძელი დახრილობით კიჩოდან ამოტუმბონ. გადახრის ხარისხი ყოველ საათთან ერთად იზრდება. ეკიპაჟი იწყებს საგანგებო პროცედურების განხორციელებას. ეს არის წინასწარ განსაზღვრული ქმედებების ნაკრები, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ აღდგეს პლატფორმის სტაბილურობა და თავიდან აიცივონ სრული კატასტროფა. ისინი უშედეგოდ ცდილობენ ბალასტის ავზების ხელით მართვას. ისინი აჩერებენ ყველა საბურხ სამუშაოს და ემზადებიან შესაძლო ევაკუაციისთვის. ისინი თიშავენ ყველა არაძირითად სისტემასა და ოპერაციას პლატფორმაზე, რათა ყველა რესურსი კრიზისის მართვაზე მიმართონ. ისინი ჭრიან საბურღი მილს და შორდებიან ამოფრქვევის საწინააღმდეგო მოწყობილობას, რისი გაკეთებაც Deepwater Horizons არ შეეძლო. იმ ვიდეოს ბმულს აქ დავტოვებ. მიუხედავად იმისა, რომ ეკიპაჟ გამოცდილება აქვს და საგანგებო სიტუაციებისთვის არიან მომზადებულები, ძლიერი ქარიშხლის, გაუმართავი აღჭურვილობისა და გადახრილი პლატფორმის კომბინაცია განსაკუთრებულად რთულ და საშიშ სიტუაციას ქმნის. 00:52-ზე Ocean Ranger-ი Mayday სიგნალს გადასცემს. მხარდამჭერ გემს Seaport Highlanders თხოვენ, რომ ახლოს მივიდეს. 10-დან 15 გრადუსამდე გადახრის საწინააღმდეგო ზომები არაეფექტური აღმოჩნდა. კანადური სანაპირო დაცვის სამსახური და მობილური მართვის ვერტფრენები გაფრთხილებულნი არიან 0-100 საათის შემდეგ. სენტ ჯონის საავადმყოფოები მზადყოფნაში არიან მოყვანილნი. მხარდამჭერი ხომალდები Bolton Tour და Norditori, ასევე სეტგოს 706-ისა და Zapata უბლანდის მზადყოფნის ხომალდები კანადური სანაპირო დაცვის სამსახურის მიერ დახმარების გასაწევად არიან მობილიზებულნი. გადაუდებელ სიტუაციაში სანაპირო დაცვის სამსახურს აქვს უფლება აიღოს კონტროლი ზღვის ხომალდზე, რათა დახმარება გაუწიოს საგანგებო მდგომარეობაში. მე კეიპტაუნის მიმდებარე წყლებში ვიყავი მობილიზებული, როცა პატარა ნავსწრავები გაუმართავდა. სანაპირო დაცვის სამსახურმა მე და ჩემს ეკიპაჟს მიგვასწავლა ეს ტერიტორია, მაგრამ სანამ მივიდოდით, ადგილზე უკვე სხვა, უფრო დიდი ხომალდი მივიდა, რომელიც უფრო უკეთ შეეძლო დახმარება ვიდრე იახტა, რომელშიც მე ვიმყოფებოდი. Ocean Ranger-თან მიახლოებული დამხმარე ხომალდები იმავე ზამთრის ქარიშხალს განიცდიან, რასაც Ocean Ranger-ი. ძლიერი ქარები, მოღელვებული ზღვა და ცუდი ხილვადობა ქმნის საშიშ პირობებს, რაც ზღუდავს სამაშველო ჯგუფების შესაძლებლობას მიაღწიონ Ranger-თან. მათ უნდა გაიარონ ძვინვარე ქარიშხალი, მიაღწიონ სულ უფრო არასტაბილურ Ocean Rangers და შემდეგ ეკიპაჟი ევაკუაცია მოახდინონ უკიდურესად რთულ პირობებში. ყოველი წუთი მნიშვნელოვანია. 0-1-30 საათზე. Ocean Ranger-მა თავისი ბოლო შეტყობინება გადასცა. Ocean Ranger-დან მეტი რადიოკომუნიკაცია აღარ იქნება. გადავდივართ სამაშველო ნავების სადგურებზე. ზღვაში ნავის მიტოვება ყოველთვის დიდი გადაწყვეტილებაა.
დღესდღეობით მთავარი წესი ასეთია. სამაშველო ტივზე მხოლოდ მაშინ ადიხარ, როცა შენი ნავი უკვე ჩაძირულია. მაგრამ ღია ზღვის ნავთობის პლატფორმიდან ევაკუაცია ბევრად უფრო რთულია. აუცილებელი გადარჩენის აღჭურვილობის შეგროვება, ეკიპაჟის ყველა წევრისთვის სამაშველო ჟილეტების უზრუნველყოფა და სამაშველო ნავების მომზადება ევაკუაციისთვის, ეს ყველაფერი მაშინ, როცა პლატფორმა იხრება. პლატფორმის მიტოვება ეკიპაჟისთვის უკიდურესი ზომაა. ეს ნიშნავს პლატფორმის მოჩვენებითი უსაფრთხოების დატოვებას და შტორმის მკაცრ პირობებში სამაშველო ნავით გასვლას. საშინელი უნდა იყოს უზარმაზარი ხომალდის დატოვება, რომელიც შტორმმა გაანადგურა და პატარა ნავში ჩაჯდომა, რომელიც შედარებით აბაზანის ზომისაა. ეს მზადებები მიმდინარეობს მზარდი პანიკისა და დაბნეულობის ფონზე, როდესაც ეკიპაჟი მკვეთრად აცნობიერებს, რომ მათი სიცოცხლე ბეწუზე კიდია. სამაშველო ნავები ისეა დაპროექტებული, რომ მათი გაშვება უკიდურეს პირობებშიც კი შეიძლება, მაგრამ Ocean Ranger-ის ძლიერი გადახრა ამას უკიდურესად ართულებს. ეკიპაჟი ცდილობს ნავების გაშვებას ბურღის გადახრის, ძლიერი ქარისა და მონსტრული ტალღების მიუხედავად. ბურღის სამაშველო ნავები დაპროექტებულია გრავიტაციული ჩამოშვების სისტემით, ამიტომ მათი გაშვებისთვის ბურღი შედარებით სწორ მდგომარეობაში უნდა იყოს. ეკიპაჟმა მოახერხა მინიმუმ ერთი სამაშველო ნავის გაშვება. ადგილზე მივიდა დამხმარე ხომალდი, Seaport Highlander-ი. მათ წყალში მცურავი ცხედრები დაინახეს. მათთან ახლოს მოდის სამაშველო ნავი, რომელშიც 8 ან 9 კაცია. სამაშველო ნავი გემის კიჩოზე გადადის და მათ მარცხენა უკანა ბორტთან აჩერებს. Seaport-ის ეკიპაჟი ახერხებს სამაშველო ტივზე თოკების გადაგდებას. სანამ ვინმეს გემზე აიყვანდნენ, სამაშველო თევი Seaport Highlander-ის ბორტს ეჯახება და ინგრევა. წყალში მყოფი ადამიანები სამაშველო ნავს ეჭიდებიან, რომელიც გადაბრუნებული რჩება. Seaport Highlander-ი ტალღებსა და ქარს ებრძვის, რათა კაცებამდე მიაღწიოს. ისინი ნელ-ნელა სიცივეს ემორჩილებიან. მხოლოდ ერთ კაცს აცვია ნარინჯისფერი სამაშველო კოსტიუმი. Seaport Highlander-ი პოზიციას იკავებს და ძლივს აცდენს მის დაჭრას პროპელერებით. გემბანზე მყოფი ეკიპაჟი აგდებს კაუჩს, რომ სცადოს კაცის ნავზე ამოყვანა. კაუჩი ეჭიდება მის სამაშველო ჟილეტს, მაგრამ კაცი წყლის ზედაპირის ქვემოთ იკარგება. მათთვის არსებული აღჭურვილობითა და გემბანის მოწყობით, ასეთ რთულ პირობებში წყლიდან კაცების ამოყვანა უბრალოდ შეუძლებელია. სამაშველო ჯგუფები სანაპირო დაცვისგან, სავაჭრო გემებიდან, სხვა ნავთობის პლატფორმების მომარაგებელი ნავებიდან, თვითმფრინავები და ვერტმფრენები შემთხვევის ადგილზე ჩადიან. სამაშველო მუშაკები გადარჩენილების საძიებლად ებრძვიან უზარმაზარ ტალღებს, ყინვიან ტემპერატურებსა და ძლიერ ქარებს. 02:30-ზე პირველი სამაშველო ვერტმფრენი შემთხვევის ადგილზე ჩადის. კაპიტანი მაიკ კლარკი, სამძებრო სამაშველო ვერტმფრენის პილოტი განდერიდან, 24 მეტრიანი თოკით ყინულოვან წყალშიდან ძვინვარე ქარში უშვებს სამძებრო სამაშველო ტექნიკოს, მასტერ კორპორალ რენდი ბრაუნს, რათა სცადოს და ამოიყვანოს პირველი ადამიანი, რომელსაც დაინახავენ. ის უკვე გარდაცვლილია. თოვლი და დაახლოებით 16 მეტრიანი ტალღები მათ მცდელობას შეუძლებელს ხდის. ეს არის პირველი და უკანასკნელი საჰაერო სამაშველო მცდელობა. პირობები ძალიან სახიფათოა. საძიებო ზონის თავზე ფრენისას სამაშველო ვერტმფრენები ებრძვიან ქარებს, რომელთა სიჩქარე 90 მილი საათში აღწევს. მღელვარე ზღვა სხეულების ამოღებას შეუძლებელს ხდის. კაპიტანი კლარკი ამის ნაცვლად ცდილობს დახმარების გემები წყალში მყოფ სხეულებთან მიიყვანოს. სწრაფად ხდება ნათელი, რომ მომარაგების გემებს საკუთარი გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა. ადამიანების გემბანზე გაგზავნა სხეულების ამოსაყვანად თვითმკვლელობის ტოლფასია. სამაშველო ვერტმფრენი სხვა პლატფორმაზე სათვავის შესავსებად ეშვება. პლატფორმა მძვინვარე ზღვაში ძლიერ ირწევა. ვერტმფრენის ეკიპაჟი ისე ზღვის ავადმყოფობას განიცდის, რომ საწვავის შევსებას წვეთს და ხმელეთზე ბაზაზე ბრუნდება. პლატფორმის ძლიერი გადახრა უარესდება, სანამ კრიტიკულ წერტილს არ მიაღწევს, სადაც პლატფორმა აღარ არის სტაბილური. 03:13 საათზე Ocean Ranger-ი გადაბრუნდა და წყლის ხაზს ქვემოთ ჩაიძირა. ძებნა სამაშველო ოპერაცია ცხედრების მოძიების ოპერაციად იქცევა. შემდეგ დღეებში Ocean Ranger-ის ნამსხვრევები და პირადი ნივთები Newfoundland-ის სანაპიროზე გამოირეცხა. მიუხედავად იმისა, რომ St. John's-ის საავადმყოფოები მზადყოფნაში არიან, Ocean Ranger-იდან არც ერთი პაციენტი არ მიუღიათ. ყველა 84 ეკიპაჟის წევრი, ვინც Ocean Ranger-ზე იმყოფებოდა, დაიღუპა. 84 ეკიპაჟის წევრიდან მხოლოდ 22-ის ცხედარი იპოვეს. ისინი St. John's-ის პორტში პიერ 17-ზე მიიყვანეს. გაზეთის რეპორტიორები შეაჩერეს, რათა ფოტოები აგადაეღოთ. რუსული ტრალერი მექენიკ ტარასოვი იმავე ქარიშხალში ჩაიძირა. რუსი მეზღვაურების ცხედრები იმავე პიერზე მოაქვთ. Ocean Ranger-ის მორიგეობის გარეშე მყოფ ეკიპაჟის წევრებს სთხოვეს შეემოწმებინათ რუსი მეზღვაურების ცხედრები, რათა დარწმუნებულნი იყვნენ, რომ Ocean Ranger-ის არც ერთი ადამიანი შემთხვევით არ გაეგზავნათ რუსეთში.
ქარიშხლის გადავლას შემდეგ ოკეანის ფსკერზე Ocean Ranger-ის ნამსხვრევების მოსაძებნად სონარსა და წყალქვეშა რობოტებს იყენებენ. პლატფორმა დაახლოებით 100 ფუტის სიღრმის წყალში წევს. გადაწყვეტილია, რომ ეს მცირე სიღრმე საზღვაო მოძრაობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ პლატფორმას ამოიტანენ და უფრო ღრმა წყალში ჩაძირავენ. ევროპულ კომპანიას აძლევენ კონტრაქტს პლატფორმის ამოსაღებად. ამ ოპერაციების დროს ორი მკვინთავი აგზავნიან, რომ პონტონის ავზებიდან საწვავი ამოიღონ. ისინი გაზის საჭრელს იყენებენ და პონტონში ჭრიან. საწვავის აირები აალდება, რაც აფეთქებას იწვევს და ორი მკვინთავი იღუპება. კიდევ ერთი მკვინთავი ერთი კვირის შემდეგ იღუპება, როდესაც დიდი ლითონის ნამსხვრევი სამაშველო გემიდან ვარდება და მას ჩაძირულ პლატფორმას აჭერს. რის შედეგადაც Ocean Ranger-ის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 87 კაცს აღწევს.